მოვლენა, რომელიც მთლიანად შეცვლის ახლო აღმოსავლეთს. CNN დოკუმენტების მონახაზებსა და მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაბრუნებით იუწყება, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეათანხმა შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს საკუთარ ქვეყანაში ურანის გამდიდრების უფლებას მისცემს. მთავარია ის, რაც აშშ-მ ირანს აუგზალა და რის გამოც დიდი ომი დაიწყო. დოკუმენტი უკვე მზადაა და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. ანუ ფორმალურად საუბარი არ არის იმაზე, რომ ამერიკა საუდიტებს მზა ბირთვულ ბომბებს მიუტანს, ან მათ წარმოების ნებართვას მისცემს. საუბარია ურანის გამდიდრების ნებართვაზე, ანუ ტექნოლოგიაზე, რომელიც საჭიროა როგორც მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკისთვის, ასევე სურვილის შემთხვევაში ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ეს სწორედ ის გზაჯვარედინია, რომლის დახურვასაც თვასაც მთელი მსოფლიო წლების განმავლობაში ცდილობდა ახალი ქვეყნების პირველ რიგში ირანისთვის. და სწორედ ამიტომ არის ეს უზარმაზარი სიახლე. ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უგზავნოდა თავის პარტნიორებს ურანის გამდიდრებას საკუთარ ქვეყანაში. საუდის არაბეთი შესაძლოა გახდეს პირველი გამონაკლისი. ურანის გამდიდრება ფაქტობრივად არის გასაღები, რომელიც ხსნის კარს როგორც მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკისკენ, ასევე ატომური ბომბისკენ. ანუ ვისაც აქვს ურანის გამდიდრების ტექნოლოგია, ერთი ნაბიჯით არის ბირთვული იარაღის ფლობისგან. ამ გამოშვებაში ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. რა შეთანხმებაა ეს? როგორ მივიდნენ მასთან სინამდვილეში წლების განმავლობაში? რატომ არის ამ ყველაფერში ჩართული ისრაელი? როგორ შეცვლის ეს ძალთა ბალანს ახლო აღმოსავლეთში და რას უპასუხებს ირანი, რომლის ბირთვულ პროგრამასთან ბრძოლის გამო ამერიკა ამჟამად ომს აწარმოებს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერთ ეს არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გაუმწერის ნიშნულისკენ, ამიტომ მადლობელი ვიქნები ამისთვის. თქვენი პირადი გამოწერისთვის მოდით თავიდანვე გავარკვეთ ტერმინებში, რადგან ამის გარეშე შეიძლება ამ ყველაფერში აირიოთ. არსებობს ასეთი რამ, შეთანხმება 123 სახელწოდება მოსაწყენია, მაგრამ არსი მნიშვნელოვანია. ეს არის 123 მუხლი ამერიკის ატომური ენერგიის შესახებ კანონის, რომელიც მიღებულია 1954 წელს. სწორედ ეს არეგულირებს აშშ-ს ნებისმიერ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. თუ ამერიკა სურს გადასცეს რომელიმე ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგიები, მასალები, ან სურს დაეხმაროს ატომური ელექტროსადგურის აშენებაში, მას აუცილებლად უნდა გააფორმოს ამ ქვეყანასთან ასეთი შეთანხმება 123, ანუ მის გარეშე საერთოდ შეუძლებელია. და აი მთავარი რაც ყოველთვის იყო ამ შეთანხმებებში, აშშ პარტნიორისგან ყოველთვის ითხოვდა უარის თქმას ურანის გამდიდრებაზე და პლუტონიუმის გადამუშავებაზე საკუთარ ტერიტორიაზე. ამას ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ოქროს სტანდარტს უწოდებდნენ. ანუ ლოგიკა მარტივია, თუ თავად არ შეგიძლია ურანის გამდიდრება, ვერასდროს შეძლებ ფარულად ბომბის შექმნას. ხოლო ატომური ელექტროსადგურებისთვის საწოს მსოფლიო ბაზარზე IAEA-ის კონტროლის ქვეშ იყიდი, მოკლედ ატომური სადგური გაქვს, ატომური ტექნოლოგიებიც გაქვს, მაგრამ მთელ ურანს ყიდულობ გამდიდრება არ შეგიძლია, ხოლო გადამუშავებულ ბირთვულ საწოს ისევ იმათ აბრუნებ, ვისგანაც იყიდე. და სწორედ ასეთ პირობებზე ჯერ კიდევ 2009 წელს შეთანხმება 123 გააფორმეს, მაგალითად მეზობელ გაერთიანებულ არაბთა საამიროებთან, ანუ ორივე მხარემ იკისრა ვალდებულება, რომ ურანს არ გაამდიდრებდა. და სწორედ აქ მოხდა გარდატეხა. CNN-ის მონაცემებით საუდის არაბეთთან შეთანხმება არ ღვევს ამ ოქროს სტანდარტს. დოკუმენტის მონახაზების მიხედვით, მათ ნებას დართავენ თავიანთ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებას. ეს კი უკვე გვერდსულის საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება პლანეტაზე არ მოხდეს. ფორმალურად გარიგება ორი ნაწილისგან შედგება. იგივე 123 შეთანხმება მშვიდობიან თანამშრომლობაზე და სავალდებულო შეთანხმება ბირთვულ გარანტიებზე, ანუ შემოწმებაზე. მაგრამ მთავარი მომენტია ის, რომ საუდელებს აძლევენ ცდომას ურანის გამდიდრებაზე და სწორედ ეს არის ის საშიში ტექნოლოგია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ზუსტად თქვათ 123 შეთანხმება თავისთავად არ წარმოადგენს საბოლოო ნებართვას ბირთვული იარაღის ფლობისთვის. აქ რომ არ აგვერიოს, ეს არის საბაზისო იურიდიული ჩარჩო, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ან სახელმწიფოს აძლევს უფლებას საუდის არაბეთისთვის ბირთვული მასალები და ტექნოლოგიები გადასცეს მისი სამოქალაქო ატომური პროგრამისთვის. და აი ყოველი კონკრეტული სენსიტიური ტექნოლოგიის გადაცემა შემდეგ ცალკე შემოწმებას გადის, ამ 123 შეთანხმების მიხედვით.
მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ერიაც პრინციპში ურანის გამდიდრების ნებას მისცემენ, უკვე მთელი წინა ამერიკული პოლიტიკის რღვევა იქნება. გასაგებად რო ვთქვათ, ეს არ არის გარიგება, რომელიც უბრალოდ გუშინ ციდან ჩამოარდა. არა, მასზე მუშაობდნენ 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და სასარგებლოა მთელი ჯაჭვის გადახედვა, მაშინ გასაგები გახდება, რატომ აირჩიეს სწორედ ეხლა ეს მომენტი. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ შორეულ 2008 წელს. როცა შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს პირველ მემორანდუმს ბირთვულ სფეროში, მედიცინაში, მრეწველობასა და ელექტროენერგიის წარმოებაში თანამშრომლობის შესახებ. იმ დოკუმენტში თავად საუდიტებმა დაწერეს, რომ აპირებდნენ ბირთვული საწვავის შეძენას ბაზარზე, ხოლო ურანის გამდიდრებას სახლში არ განახორციელებდნენ. 2017 წელს საუდის არაბეთის სამეფომ დაამტკიცა ატომური ენერგიის ეროვნული პროექტი. ანუ ეს არის გეგმები დიდი და მცირე რეაქტორების აშენების შესახებ ელექტროენერგიის წარმოებისა და ზღვის წყლის დამტკაწყალებისთვის. უდაბნოს ქვეყანას, რომელიც ნავთობზე ცხოვრობს, აქვს ლოგიკური ახსნა, ანუ საჭიროა ნავთობის დაზოგვა ექსპორტისთვის, ფულის საშონელად. ხოლო ქვეყნის შიდა მოთხოვნილებები ენერგიასა და სასმელ წყალზე შეიძლება მშვიდობიანი ატომით დაკმაყოფილდეს. ანუ აშენდეს ატომური ელექტროსადგურები და იქიდან მიიღონ ენერგია და არა ნავთობის ხარჯზე. მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ საუდელები მხოლოდ ატომური ელექტროსადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, მათ სურდათ თავად ქონოდათ ურანის გამდიდრების უფლება. და აქ არის საკვანძო ფრაზა, რომელსაც მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბენ სალმანი, ფაქტობრივად სამეფოს მმართველი, უკვე რამდენიმე წელია იმეორებს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ირანი მიიღებს ბირთვულ იარაღს, საუდის არაბეთი ასევე ეცდება იგივე შესაძლებლობის მიღებას. ციტატა: თუ ატომურ ბომბს მიიღებენ, ჩვენც უნდა მივიღოთ. სწორედ ამაშია მთელი საქმე. საუდელები უყურებენ თავიანთ თავარ რეგიონულ მეტოქეს, ირანს და არ სურთ დარჩნენ უიარავო შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს. და ეს ყველაფერი იყო დიდი სამხრივი გეგმის ნაწილი. საუდის არაბეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ისრაელი და დაამყაროს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. ხოლო საანცვლოდ მიიღებს შეერთებულ შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებს და დახმარებას ბირთვულ პროგრამაში. მაშინ ჯერ კიდევ 2024 წელს. ამერიკელი სენატორები უბრალოდ განგაშტეხდნენ და მოითხოვდნენ, რომ თუ ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, საუდელებმა წერილობით უნდა თქვან უარი ურანის გამდიდრებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დააზიანებს მთელ მსოფლიოს შეიარაღების კონტროლის სისტემას. უკვე დონალდ ტრამპის დროს 2025 წლის ოქტომბერში აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ქრის რაითმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია. შემდეგ მისი ციტატა: ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობაზე ორმხრივი გარანტიების შეთანხმებებთან ერთად. ჩვენ გვინდა განავითაროთ პარტნიორობა, შევიტანოთ ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიები საუდის არაბეთში და შევინარჩუნოთ მტკიცე ერთგულება არა გავრცელების მიმართ. და როგორც ახალ წყაროები ამტკიცებენ, შეთანხმების ტექსტი სრულად შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში. და მას შემდეგ ის უბრალოდ დევს და ელოდება დონალდ ტრამპის ხელმოწერას. და აქ თავი კითხვა, რატომ არ მოაწერა დონალდ ტრამპმა ხელი ამ შეთანხმებას საუდის არაბეთთან დღემდე? აი აქ არის ყველაზე საინტერესო. მიზეზი, რომელსაც CNN აღნიშნავს. პარადოქსულია და დონალდ ტრამპმა თითქოს თავადვე ჩაიგდო თავი ამ მახეში. დონალდ ტრამპი ამჟამად ომს აწარმოებს ირანთან და ამ ომს ის ერთ მთავარ არგუმენტზე ამყარებს. თითქოს ირანს არ უნდა მიეცეს უფლება გაამდიდროს ურანი, რადგან ეს ბირთვული ბომბისკენ მიმავალი გზაა. ანუ ამერიკა ბომბავს ირანის ქარხნებს სწორედ იმ ლოზუნგით, რომ უნდა შეაჩეროს ირანის ურანის გამდიდრება. და აი სწორედ ამ დროს მოაწერო ხელი, დაწერო დოკუმენტი, რომელიც საუდის არაბეთს ანალოგიური ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს. მაგრამ ეს აშკარა ორმაგი სტანდარტია. ანუ ერთი ხელით ირანს ბომბავ ურანის გამდიდრების გამო, ხოლო მეორე ხელით ზუსტად იმავე საძლევ უფლებას მეზობელ მონარქიას. და მეორე ხელით ზუსტად იმავე საძლევ უფლებას მეზობელ მონარქიას. რუსულმა მედიამ სხვათა შორის უკვე აღნიშნა, რომ თითქოს ეს შეთანხმება აძლევს ერიაც სვდომას ურანის გამდიდრებაზე, რომელიც ირანულს გავს. ანუ ირანს არ შეიძლება ამის გამო ომი, ხოლო საუდის არაბეთს შეიძლება ამის გამო პირიქით მეგობრობა. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ერთი ქვეყანა აშშ-ს მოწინააღმდეგეა, ხოლო მეორე მოკავშირე. მეორე მიზეზი დაყოვნების არის კონგრესი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი.
რადგან კანონით ხელმოწერის შემდეგ თეთრი სახლი ვალდებულია ეს შეთანხმება კონგრესში გაგზავნოს 90 დღით განსახილველად და სწორედ იქ შეიძლება გაიჭედოს კიდეც. აშშ-ის კონგრესს აქვს უფლება მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია უარყოფის შესახებ და დაბლოკოს ეს შეთანხმება. კონგრესში საუდელებისთვის ურანის გამდიდრების უფლებაზე იდეას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან, თადაც როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. ამიტომ შეთანხმება ჯერჯერობით გაურკვეველ მდგომარეობაშია. ანუ ის შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ არ ამოქმედებულა. დონალდ ტრამპი როგორც ჩანს მოსახერხებელ პოლიტიკურ მომენტს ელოდება, მაგალითად ირანის დამარცხებას ან ომის ნებისმიერი დასასრულს. მაგრამ როგორც უგეთქვი დასაწყისში, ამ ისტორიაში ისრაელიც მონაწილეობს, რადგან ისრაელისთვისაც აქვს ჯილდო. ეს არის საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია. აგიხსნით რას ნიშნავს ეს? საუდის არაბეთი, ისლამის მთავარი სიწმინდეების მცველი, ოფიციალურად ისრაელს არ აღიარებს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. თუ ერ-რიადი ოფიციალურად აღიარებდა ისრაელს, ეს ისტორიულ გარღვევად ჩაითვლებოდა, რადგან საუდის არაბეთის შემდეგ ამას მთელი არაბული და მუსლიმური მსოფლიო მიჰყვებოდა. ეს ეგრეთ წოდებული აბრაამის შეთანხმებების გაგრძელებაა. ანუ 2020 წლის შეთანხმებების სერია, რომლის მიხედვითაც ისრაელმა დაამყარა ურთიერთობები გაერთიანებულ არაბთა საამიროებთან, ბარეინთან, მაროკოსთან და სუდანთან. მეოთხე იყო სუდანი. ისრაელისთვის საუდელების მხრიდან აღიარება 10 წლეულების სანუკვარი მიზანია. საუდელები ხვდებოდნენ, რომ ამ თემაზე შეეძლოთ ვაჯრობა. სწორედ ამასაც აკეთებდნენ. აი ეგ გაჩნდა გაცვლის სქემა. ანუ აშშ-ში საუდის არაბეთს აძლევს ბირთვულ პროგრამას და უსაფრთხოების გარანტიებს. ამის სანაცვლოდ საუდის არაბეთი აღიარებს ისრაელს. ხოლო ისრაელი იღებს ისტორიულ მშვიდობას არაბული სამყაროს ლიდერთან. მაგრამ აქ ჩნდება მტკივნეული დილემა, თავად ისრაელისთვის. რადგან ერთი მხრივ ისრაელს სასუწარკვეთილად სურს საუდელების მხრიდან აღიარება. ხოლო მეორე მხრივ მას სასიკვდილოდ არ მოსწონს, რომ ამ აღიარების ფასად ბირთვული პროგრამა ურანის გამდიდრებით პირდაპირ მის გვერდით გაჩნდება. რადგან გამდიდრების ტექნოლოგია კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბირთვულ ბომბამდე მიმავალი გზა. ხოლო ისრაელის სამხედრო დოქტრინა 10 წლეულების განმავლობაში იმაზე იყო აგებული, რომ ისრაელი რეგიონში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო იყო და არავის სხვას ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. და ახლა ისრაელის პოლიტიკოსები და უსაფრთხოების ექსპერტები ღიად აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს მთავრობას, იმის გამო რომ მან არ დააყენა მკაცრი პირობა. თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუდიტები უარს იტყვიან ურანის გამდიდრებას. აქ საინტერესო დეტალია. კარნეგის ცენტრის მონაცემებით, ჯერ კიდევ ბაიდენის დროს, ისრაელის ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტები ჩუმად მუშაობდნენ ამერიკელებთან კომპრომისულ ვარიანტზე. ანუ, კარგი, იყოს ურანის გამდიდრება საუდის არაბეთში, მაგრამ სრულად ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ. იმისთვის, რომ პროცესი სრულ კონტროლში ჰქონოდათ. ისრაელმა კი ამ სიტუაციიდან თავისი ჭკვიანური გამოსავალიც კი შესთავაზა. ვითომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთოდ არ მისცეს ურანის გამდიდრების უფლება. და კიდევ, მათ საუდელებთან სრულფასოვანი თავდაცვითი ხელშეკრულება გააფორმან, როგორც სამხრეთ კორეასთან და სამეფო თავიანთი ბირთვული ქოლგით დაფარან. მაშინ საუდელებს თითქოს აღარ დასჭირდებათ თავად გაამდიდრონ ურანი. მაგრამ სანამ ეს იდეა ჰაერშია გამოკიდებული, კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, რომელმაც ყველაფერი შეაფერხა. ეს არის ომი ღაზის სექტორში. რადგან სანამ ისრაელი ღაზის სექტორში იბრძოდა, საუდელებისთვის მისი აღიარება პოლიტიკურად შეუძლებელი გახდა. არაბული საზოგადოება მკვეთრად წინააღმდეგია და მოჰამედ ბენ სალმანისთვის ეს შიდა საფრთხე. ასე რომ მთელი ეს კონსტრუქცია ბირთვული პროგრამა ისრაელის აღიარების სანაცვლოდ ეხლა სწორედ პალესტინის საკითხის გამო ჭიანურდება. მაგრამ მთელი ეს ისტორია რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთლიანად შეცვლის ძალთა ბალანს რეგიონში. დიახ, ისე რომ ახლო აღმოსავლოს საერთოდ ვეღარ იცნობთ. თუ საუდიტებს მისცემენ უფლებას გაამდიდრონ ურანი, ეს შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და ბირთვული შეიარაღების რბოლის დაწყება მთელ ახლო აღმოსავლეთში. ნახეთ, მარტივად აგიხსნით. მეზობელი გაერთიანებული არაბთა საამიროები 2009 წელს დათანხმდნენ მკაცრ პირობაზე, რომ არ გაამდიდრებენ ურანს. მათ მიიღეს ბირთვული პროგრამა, მაგრამ დაიფიცეს, რომ ურანს არ გაამდიდრებენ. მაგრამ მათ შეთანხმებაში არის ერთი პატარა შენიშვნა. მათი პირობები არ უნდა იყოს ნაკლებად მომგებიანი, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების პირობებია.
აი ესე, ემირატები საერთო ჯამში კარგად მოიქცნენ. მათ ჩაწერეს ეს პირობა, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს სუპერმაგარი ბირთვული პროგრამა, მაგრამ კიდევ ერთხელ, შეთანხმების პირობები არ უნდა იყოს ნაკლებად მომგებიანი, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების პირობები. უფრო მარტივად რო ვთქვათ, თუ საუდელებს მისცემენ ურანის გამდიდრების უფლებას, ემირატებს სრული უფლება აქვთ მოვიდნენ და მოითხოვონ იგივე უფლებები, რომ მათი პირობები მეზობლისაზე ნაკლებად ხელსაკრელი არ იყოს და დიდი ალბათობით ემირატები ამას მოითხოვენ, ისინი ამას გააკეთებენ, შემდეგ კი თურქეთი და ეგვიპტე. ექსპერტები ერთხმად აფრთხილებენ, რომ თუ შეერთებული შტატები გადაუხვევს თავის მრავალწლიან არაგავრცელების პოლიტიკას და საუდის არაბეთს მისცემს ურანის გამდიდრების უფლებას, მაშინ თურქეთი და ეგვიპტე შეიძლება მსგავსი ტექნოლოგიებისთვის რუსეთს ან ჩინეთს მიმართონ, რომლებიც სიხარულით მიაცვლიან მათ. და მაშინ რეგიონი უბრალოდ ბირთვულ რბოლაში ჩაითრევა. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ირანი ამდიდრებს ურანს, საუდის არაბეთი ამდიდრებს ურანს, შემდეგ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა სამასაამიროებმა, თურქეთმა და ეგვიპტემაც მოითხოვონ იგივე. ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ცდილობს. ანუ ახლო აღმოსავლეთის 5-6 ქვეყანა ბირთვულ იარაღამდე ერთ ნაბიჯში აღმოჩნდება. ეს საერთოდ კოშმარული სცენარია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. აი ახლა ერთი პრობლემა არსებობს. ეს ირანია, რომელიც ბირთვული ბომბის შექმნას უახლოვდება და აქ 5-6 ესეთი ქვეყანა ხდება. ანუ ერთი შეცდომა, ერთი ომი, ერთი გადატრიალება. რადგან სამწუხაროდ ახლო აღმოსავლეთი ამითაც არის ცნობილი და ბირთვული მასალა საერთოდ არასწორ ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. რა უნდა გაკეთდეს შემდეგ უცნობია, მაგრამ ეს ხომ არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ აქ. და რას უპასუხებს ირანი? ანუ ქვეყანა, რომლის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლადაც აშშ-ში ამჟამად ბომბავს. აი რას უპასუხებს ის. აქ თეირანისთვის იხსნება იდეალური პროპაგანდისტული საჩუქარი. რადგან ირანის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო. რატომ არ შეიძლება ჩვენთვის ურანის გამდიდრება, როცა სხვებისთვის შეიძლება? ირანი წლები ამბობს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, რომ გამდიდრება მისი კანონიერი უფლებაა ბირთვული იარაღის გაუცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით. და ეხლა როდესაც აშშ ჰიპოთეტურად აძლევს უფლებას ურანის გამდიდრებაზე თავის მოკავშირეს, ანუ ირანის მეტოქეს თეირანს, ხელში აქვს უძლეველი არგუმენტი. თითქოს პრობლემა ბირთვულ პროგრამაში არ იყო. უბრალოდ აშშ-ს ჩვენი განადგურება სურდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოუწონვართ და დამიჯერთ ამ ლოგიკას მაქსიმალურად ჩააქსოვენ თავიანთ პროპაგანდაში. უფრო მეტიც, საუდელები თავადაც აღიარებენ ამას. ისინი პირდაპირ ირანს ასახელებენ მაგალითად. ამბობენ, თუ ირანმა ყველაზე მკაცრი სანქციების პირობებში შეძლო ურანის გამდიდრების შენარჩუნება, მაშინ რიადსაც უნდა მისცენ სრული ბირთვული საწვავის ციკლის უფლება. ანუ ირანის პროგრამა საუდელებისთვის საკუთარი ამბიციების გასამართლებელ არგუმენტად იქცა. ირანისთვის ეს შეთანხმება ორმაგი დარტყმა, მაგრამ ასევე ორმაგი შესაძლებლობა, რადგან საუდის არაბეთის მთავარ რეგიონულ მეტოქეს ბირთვულ ტექნოლოგიებს ზესახელმწიფო აწვდის. შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ანგრევს აშშ-ის მთელ მორალურ პოზიციას ირანის წინააღმდეგ ომში. როგორ შეუძლია ამერიკას ირანისგან მოითხოვოს ნულოვანი გამდიდრება და ამის გამო დაბომბოს, თუ ამავე დროს საუდის არაბეთს იგივე ურანის გამდიდრებას ჩუქნის. აი ეს იქნება ყველაზე მთავარი დილემა. შედეგად, ამერიკა, რომელიც ნახევარი საუკუნეა მთავარი მცველი იყო ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ და რომელიც ამჟამად ირანს ბომბავს ურანის გამდიდრების შესაჩერებლად, სავარაუდოდ ამზადებს გარიგებას, რომელიც საუდის არაბეთს სწორედ ამ ურანის გამდიდრების უფლებას მისცემს. პირველად ამერიკის ისტორიაში შეერთებული შტატები ესეთ გამონაკლისს აკეთებს პარტნიორისთვის. და აქ მნიშვნელოვანი ერთი მომენტი. 2023 წელს საუდის არაბეთმა შეგახსენეთ ჩინეთის შუამავლობით ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგა. ანუ ჩინეთი მაშინ პირველად ჩაერია შეერთებული შტატების ამერიკის გავლენის ზონაში. ამიტომაც ეხლა დონალდ ტრამპს სურს, რომ ყველაზე მდიდარი მონარქია და მისი ასობით მილიარდი ინვესტიცია თავის მხარეს გადაიბიროს. ისრაელისთვის აქ რთული სიტუაცია, რადგან ისრაელი მერყეობს საუდის არაბეთის მხრიდან აღიარებასა და იმ რისკს შორის, რომ სწორედ მას შეიძლება გაუჩნდეს ბირთვული იარაღი. მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, ის გაიჭედა სწორედ იმ ომის გამო ირანთან და ასევე აშშ-ის კონგრესის წინააღმდეგობის გამო. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს შეთანხმება მზადაა და თავის დროს ელოდება, ბევრ რამეზე მეტყოლებს. აქცია დილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დახმარება ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.